გამარჯობა. დღეს გვაქვს deployment-ის დღე. პირველად გავდივართ production-ში. იცით რა ვიფიქრე, რომ უკვე level-ების არჩევა შეგვიძლია, level-ების კონფიგურაცია ასე თუ ისე დარეგულირებულია და ითამაშება საკმაოდ კომფორტულად და უკვე შეგვიძლია ასევე ავირჩიოთ რომელი მათემატიკური ამოცანა გვჭირდება, გვინდა რავი. ან მიმატება და გამოკლება ერთად, ან მარტო მიმატება, ან მარტო გამოკლება. რაც უკვე საკმაოდ კარგი ფიჩერები არის და ჩემი აზრით უკვე დრო მოვიდა, რომ უფრო მეგობრების წრეს მოკლედ გასცეს და უფრო მეტი ხალხისგან მივიღოთ ფიდბექი, იდეები მოკლედ თვითონ რო დატესტავს ადამიანი და იგრძნობს უფრო, რა თქმა უნდა, გაუჩნდება რაღაცა ფიდბექი აუცილებლად გექნებათ. იმედი მაქვს, რომ თქვენს დატესტავს და რაღაცა იდეებს გამიზიარებთ. რა რისი გამოჯობესება შეიძლება, რის დამატება და ასე შემდეგ. და რაც თავარია, იმედი მაქვს, რომ ის იამოვნებთ და მოგეწონებათ მოკლედ დინოზავრთან ერთად თამაში და გონების გავარჯიშება. ახლა კი ნახოთ როგორ შეიძლება დავადიფლოიოთ მოკლედ ჩვენი პროექტი რეპლიტით. მარტივად ხოთა შორის ძალიან მარტივია, უბრალოდ ვაწვევით deploy-ს. შემდეგ ვირჩევთ მანქანის ძალას. მანქანის ძალაზე არის დამოკიდებული რამდენს გადაეხდით მოხმარებაში, ამიტომ თუ არ გჭირდებათ ძლიერი რეალურად ჯობია რომ შეამციროთ. ჩვენ შემთხვევაში ახლა დინოზაურის პროექტზე არაფერი ისეთი რეალურად არ ხდება, API call-ები არ გვაქვს, ანუ სერვერის ხარეს საერთოდ არაფერი არ ხდება, გარდა იმისა, რომ ტვირთავს უბრალოდ და შემდეგ უკვე ყველაფერი ბრაუზერში მიდის და ბრაუზერი მოხმარებლის ხარეს არის. ანუ რეალურად ბრაუზერი მოთამაშის კომპიუტერს იყენებს ამ თამაშის გასაშვებად. ამიტომ პრაქტიკულად დატვირთვა სერვერზე მხოლოდ chat ტვირთვის პროცესში იქნება. ანუ chat ტვირთვის დროს, რა თქმა უნდა, ბევრი ფოტო და რაღაცები იქნება საბოლოო ვერსიაში, ყოველ შემთხვევაში ახლა ცოტა ობიექტი გვაქვს, მხოლოდ დინოზავრია და წინაღობები არის ფოტოთი. მაგრამ ფოტოების ჩატვირთვის შემთხვევაშიც კი თუ ბევრი იქნება, რეალურად მანქანის ესეთი ძლიერი მანქანა არ დაგვჭირდება და შეგვიძლია თავისუფლად შევამციროთ, ავიყოს ყოველ შემთხვევაში ორ ვირტუალურ პროცესორზე და 2 გიგაბაიტ RAM-ზე იყოს, რომ რავი არის. ის ისეთი მონაცემებია, რომ ასეთ პროექტს, აი, რავი, აუცილებლად ათასობით მოხმარებელიც რო შემოვიდეს ერთდროულად, მაინც შეძლებს და გაუკაჩავს მოკლედ. ციფში ეს დან არის და almost compute unit-ი წამში ეს იმას ნიშნავს, რომ აი ამდენ დოლარს იხდი წამ მოხმარებაზე ამ სერვერის და წამი ჩვენ შემთხვევაში როგორც გითხარით, არანაირი კავშირი სერვერთან არ აქვს და მხოლოდ ჩამოტვირთვა იქნება და რადგან ჩამოტვირთვას დაჭირდება ხოლმე, ალბათ ეგ იქნება, რასაც ეს ჩათვლის ბილინგში. ამიტომ საკმაოდ იაფი არის და რავი, პრობლემა არ არის რეალურად. ადრეც გითხარით, რომ თითქოს რაღაცა რთულია რა რაღაცების გაკეთება, მაგრამ შემდეგ მეინტენანსი ხშირ შემთხვევაში ისეთი იაფია ხოლმე, რომ თავისუფლად შეგიძლია რაღაცა პროდუქტი რომ უკვე ააწყე, გაუშვა უფასოდ და ეგ ბევრად უფრო მომგებიანი არის ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ რა პროდუქტიც არ უნდა ააწყო, აი თუნდაც რა ChatGPT-ს ხო ყველა იყენებს, მაგრამ ChatGPT-ს კლონიც რომ ააწყო და თითქმის ყველაფერი იგივე კონდეს, ანუ მოხმარებელს მაინც რაღაცა დრო სჭირდება, რომ შეეგუოს, შეეჩვიოს ან რაღაც ადაპტაციის პერიოდი, მოკლედ ათვისება რო შეძლოს და მართლაც მოხმარებელი გახდეს, ხო? მაგისთვის რო ჭირდება და თავიდანვე რაღაცა paywalls რომ ადებთ და ცდაც არ შეუძლია ადამიანს, ძალიან რთულია ხოლმე ეგრე გადაწყვეტილებას მიიღება მომხმარებლის მხრიდან, ამიტომ ხო, რავი, ნებისმიერი თუნდაც ცოტა უფრო რთული დატვირთული პროექტი რო იყოს, უკვე შექმენი რეალურად, ანუ ის დრო და ფული ჩაინვესტირე უკვე შექმნაში და მე მეინტენანსი
გიждდება, რა ვიცი, ძალიან იაფი. აი, ყველაზე ისეთ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა $100 იყოს თვეში, ხო? თუ რა თქმა უნდა, მე უფრო მეტად ინდი დეველოპერებზე საუბრობ, რა თქმა უნდა, თუ დეველოპერებში კიდე პლუს თანხას იხდი, რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაში არ იქნება ეგეთი იაფი, მაგრამ ნუ ზოგადად თუ მარტო შენ აკეთებ wipe coding-ით, თუ აკეთებ მით უმეტეს wipe coding-ს რა თქმა უნდა სხვა ბევრი მინუსი აქვს და შეიძლება რაღაც მომენტში ისე ძალიან გაიჭედო, რომ უფრო მეტი ფული დაგიждდეს, მაგრამ თუ გაგიმართლა და ეგრე არ მოხდა, თავისუფლად შეგიძლია შენი შექმნილი პროდუქტი უფასოდ გამოდგა ბაზარზე, ისე რომ მაგას ან დიდ არაფერ ზიანს არ მიიღებს, აი რა თელმა თბილისმაც რო ითამაშოს ახლა ეს დინო ზაური, ალბათ რავი მაქსიმუმ თვეში $50 თუ მომთხოვს რეპლეტი მაგ დატვირთვაზე. ნუ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ძალიან მსუბუქი პროექტი არის. გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე, ეს არის მანქანების მაქსიმალური რაოდენობა. ესეთი ფუნქცია აქვს რეპლიც, რომ თუ დიდი რაოდენობის დატვირთვა მოდის, ავტომატურად აკეთებს კოპიოებს სერვერის და თვითონვე ასკეილებს მოკლედ. რომ დატვირთვას გაუძლოს. და თქვათ, თუ ბევრი მოხმარებელი არის ერთ სერვერზე, თვითონ შექმნის დუპლიკატ სერვერს და მოხმარებლის რაღაც ნაწილს გადაანაწილებს იქით. ასევე თუ კიდე დაჭირდა მე კიდე ახალ შექმნის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფასს ზრდის, ანუ ყველა ახალ სერვერზე ეხლა 40 კომპიუტერი გვაქვს წამში ერთ სერვერზე, 100 თუ 3 გვექნება მაქსიმუმი, ანუ 120 კომპიუტერ იუნიტი იქნება წამში. პრინციპში აქ დიდად მნიშვნელობა არ აქვს, მაინც დაუწე ყოველ შემთხვევაში ორზე, იმიტომ რომ საჭირო არ ამგონია საერთოდ გახდეს დამატებითი მანქანა, თუმცა თუ თქვათ გააქვთ რაღაცა SaaS-ი ან რაღაცა მსგავსი აპლიკაცია, ჩემი აზრით, სადაც 4 მანქანა საკმაოდ ოპტიმალური ვარიანტი არის, თუ თქვათ, ну, აი, თამამად რო გაუშვა რეკლამა მაგალითად და არ შეგეშინდეს იმის, რომ რაღაცა ბევრი ხალხი რო მოგაწყდეს უცბად და მოეწონო თქვათ შენი პროდუქტი და რაღაც იმის გამო არ დაკარგო მოხმარებელი, რომ უბრალოდ გაჭედა პროდუქტმა და ვერ მიიღო მოკეთ მოხმარებელმა ის მოსახურება, რაზეც შემოვიდა. ამიტომ ხო გარისკვა არღის და უფრო ცოტა ესეთ 4-5 მანქანას გამომიზნეთ ხოლმე ჩემი რჩევა იქნება, თუ ვინმე რამის გააკეთებთ. ახლა ჩვენ ორს ავირჩევთ და გავაგრძელოთ უკვე deployment-ი. ეს დომენია და მოდი დინოზაური დავარქვათ პირდაპირ. Okay, private deployment-ი არ გვჭირდება. პირიქით. პრინციპში აქ დანარჩენი ყველაფერი, ან database-ი არ გვაქვს და რომც გქონდეს აქ დიდი არაფერი ის არ გვჭირდება რეალურად. კონფიგურაცია შეგიძლია default-ს დატოვო. პორტის კონფიგურაციაც ჩვეულებრივად 80 გვაწყობს და security scan-ის ეგეც არ გვჭირდება. გავუშვათ deploy-ზე და ნახოთ როგორ იქნება უკვე live-ში გაშვებული დინოზაური.
აი ახლა სწორედ იმ სერვისს აკეთებს AutoScale-ის. ლაივშია რაღაცნაირად ცოტა ვღელავ და ერთული მაქვს თქვენი ფიდბექი მოვისმინო, როგორ მოგეწონათ, რა მოგეწონათ. აი ამ ლინკზე არის ხელმისაწვდომი, აუცილებლად ვიდეოს description-შიც გავუშვებ ამას და დიდაბათობით LinkedIn-ზეც გავაზიარებ ამ მისამართს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და დატესტოს. მაინც კიდევ ერთხელ გადავტესტავ, რომ ყველაფერი კარგად იყოს. ხო, ეს ღილაკი სხვათა შორის მუშაობს თითქოს, მაგრამ ხმა არაფერი არ აქვს, ალბათ უბრალოდ გაითვალისწინა ჩვენმა აგენტმა, რომ შეიძლება მე მუსიკა დავადოთ რამე და კარგი აზრია რეალურად მუსიკის დადება. თუმცა ეგ უკვე მომდენო ვიდეოებში მეგობრებო. ახლა დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენი ყურადღებისთვის. იმედია მოგეწონებათ ყველას თამაში და კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ თუ რამე ფიდბექ გექნებათ, კარგი, ცუდი, ბოროტი, მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ რამე მომწერეთ და კომენტარეთ და ასე შემდეგ. და რაც თავარია, გამოიწერეთ არხი. ისურვებთ წარმატებებს.